მეგობრებო, ახალი კალოდით მოვედი ამჯერად ამ გაშლაში. კიდე ერთი ახალი კალოდა უნდა დავტესტო დღეს თქვენთან ერთად. ესეთი ახალი კალოდა მაქვს ულამაზესი და ძალიან საინტერესო მრავლის მთქმელი ნახატებით არის გაოცებული და გადარეული ვარ. ესე იგი, პირველად ავიღე დღეს ეს კალოდა ხელში. ვისაც გაინტერესებთ, სახელი აქვს Desert Dream Tarot. ძალიან საინტერესო კალოდა, ძალიან მოწონს ნახატები და ძალიან მინდა გავიგო რას გვეტყვის ეს კალოდა დღეს თქვენთვის. ამიტომ თემატიკა არ იქნება რა უნდა ენერგეტიკულად ამ კარს რომ გითხრათ, რისთვის მოგამზადოთ, ან გაგახაროთ, ან არ ვიცი რა ინფორმაციებს გადმოგცემთ ყველაფერს, რასაც მივიღებ ამ ნაკადიდან, ამ კარტის ნაკადიდან, თქვენი ენერგეტიკული ნაკადიდან გეტყვით, რასაც მოვასწრებ მაქსიმალურად. იმისთვის რომ მიხვდეთ ვინ ხართ თქვენ, პატარა იდენტიფიკაცია ჩავატაროთ. და აუცილებლად კომენტარებში ლაიკები არ დაგეზარო და კომენტარებში დამიწერეთ რამდენად იმუშავა თქვენზე ამ კარტმა და რამდენად რეზონირდა. ძალიან საინტერესოა ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩადებული ყველა ენერგოცლისთვის ჩემ ვიდეოებზე და გაშლებზე. მე ხარ თქვენ. პაშტასი, 10-იან პენტაკლი. და 7-იან პენტაკლი ამოდის. ესე იგი, ადამიანი ხართ მეოჯახე ყველა ვარიანტში. ოჯახი გყავთ თუ არ გყავთ, ძალიან საინტერესო კარტებია. ისე მომწონს გიშდები. გყავთ მეორე ნახევარი, ანუ ესეთი თქვენი ოჯახი თუ არ გყავთ, ეს არის ყველა ვარიანტში ძალიან ტრადიციების, ოჯახის, პატივისმცემელი ადამიანი, მოყვარული, ძალიან ძლიერი ენერგეტიკით, რომ აი ოჯახში ყველაფერი იყოს დაბალანსებული, მყარი, ფინანსური მყარი მდგომარეობა, შეიძლება ძალიან ისეთი ფესვებიც გაქვთ, რაღაც საგვარეულო ესე მომდის, აი რაღაცა თავადაზნაურობა აღარ არის დიდი ხანია, მაგრამ აი ესეთი რაღაცა ცისფერი სისხლით შეიძლება ჩქებს თქვენ ძარღვებში და ესეთი აი ტრადიციების ოჯახის მოყვარული ძალიან პატივს როცემს აი თავის ოჯახს, გვარს, აი ყველაფერს იკვლევს, შეიძლება რაღაცა კვლევებსაც ატარებთ ხოლმე ინფორმაციას თქვენ წინაპრებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა დამიწერეთ თუ ესეა ესე მომდის ინფორმაციაც რაღაც ნაწილისთვის ყველა ვარიანტში იქნება. ადამიანი ხართ, რომელიც პრინციპში პაშტასით აჩვენებენ, რომ შეიძლება ახალი შეყვარებულობის პერიოდში ხართ, ან ასაკით ხართ პატარა და ხა თინეიჯერებისთვის გაშლებს არ ვაკეთებ, როგორც იცით მე 18 წლამდე ჩემი გაშლები არც ერთი ადამიანისთვის არ მოქმედებს. ეს არის უფრო შეყვარებულობის პერიოდი, აი საწყისი მომენტი, როცა რაღაცა ფორიაქში ხარ და ვიღაცა რაღაცა მოგწონს და ცოტა არ იყოს ცაშიც დაფრინავ აი ამ ფრინველებივით, რა ფრინველებია არ ვიცი, წეროებს გავს უფრო, მაგრამ მაინც რაღაცას მუსიკის წერის ხასიათზე მოხვედით, ზოგი შეიძლება პოეზიამ წაგიღოთ და რაღაც 1-2 სტრიქონი თქვენთვის დაწერეთ, ან შეიძლება ეს თქვენი ერთგვარი ჰობიც არის, რომ აი ეს მუსიკის დაწერა, რაღაც აკორდების აღება, ახალის მელოდიის შექმნა, რაღაც პოემის პოემა, ესეთი ნათქვამია, მაგრამ 1-2 სტრიქონი რაღაცნაირად სიმყუდროვეში და მარტოობაში თითქოს ხიბლავთ, რომ რაღაცა პოეზიას წერთ, არ ვიცი, თუ ასეა ძალიან საინტერესო იქნება. უფრო მეტად ეს არის რაღაცნაირი აი რომანტიული თემატიკა თქვენ ემოციურ ფონში დღესდღეობით ყველა ვარიანტში. ესეთი ენერგეტიკა ჩანს და 7-იან პენტაკლი თითქოს რაღაცის მოლოდინში ხართ. აი ამ თქვენი ემოციური ფონის როგორ განვითარებას პოვებს, ასე ვთქვათ, თქვენ პარტნიორთან მიმართებაში თუ მის ქმედებას ელოდებით რაღაცის მოლოდინის რეჟიმში ხართ. შეიძლება რაღაც პერიოდი გაშიშებული იყოს საერთოდ თქვენი პირადი ცხოვრება, თუ ვიტყვით და არაფერი არ ხდებოდა, აი თითქოს მოდიოდნენ, მიდიოდნენ, მაგრამ არა თქვენი პიროვნება იყო, ყველაფერი იყო აი მიღმა, არა თქვენი, არა საინტერესო, აი რაღაცა ისეთ დეტალს ხედავდით, რომელიც, ხვდებოდით, რომ თქვენი არ იყო და არ გამოგდიოდათ ურთიერთობები დიდი ნაწილისთვის ასე იქნება, რომ აი რაღაცა სტაგნაცია იყო თქვენ პირად ცხოვრებაში, თითქოს არაფერი არ ხდებოდა. ეხლა გაქვთ აი ეს პეპლების ვარიანტი, ვიღაცა მოგეწონა თუ ეჭველი ნამდვილად და თითქოს აი მოლოდინში ხართ, ეხლა ამან იქნებ გაამართლოს და ის აღმოჩნდეს მართლა, იმიტომ რომ ჯერჯერობით
რაღაც აი ის ცუდი და ის რომ ეს ჩემი არ არის ჯერჯერობით ამ ადამიანთან თქვენი ენერგიებიდან არ ჩანს. ამიტომ რაღაცა მოლოდინში ხართ რომ იქნება და მე ღირსაო. შეიძლება, არ ვიცი, ზოგი განქორწინებულ მდგომარეობაში ხართ და აი რაღაც პერიოდი იყო რომ გაშიშებული იყო თქვენი პირადი ცხოვრება, ვერ აგვარებდით და ახალ გზაზე, ახალ ეტაპს, ახალ პარტნიორს ვერ პოულობდით, ასეც არ არის გამორჩეული, საერთო გაშლა გვაქვს და ასეთი ნაწილიც შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა ვარიანტში რაღაცა ემოციურ დადებით ტალღაზე ხართ ახლა. თუ ატყობთ რომ თქვენზე ეს გაშლა გავიგოთ რისი თქმა უნდა ამ კარს თქვენთვის თუნდაც იმ თქვენი ახალი პარტნიორის შესახებ, რომელმაც ესეთი პეპლები დაგმართათ ვიტყოდი, ვისთვისაც აქტუალურია ეს თემატიკა. ნამდვილად არის ესეთი და გაშლა ორივე სქესისთვის არის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, ხმლის მეფე ამოდის. ხმლის მეფე პირველ რიგში არის, ჰაერისტიკის წარმომადგენლები შეიძლება იყოს ტყუპების ასწორი და ბერწყულის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის ჰაერისტიკის წარმომადგენელი, ეს არის ადამიანი, ორგანოების თანამშრომელი, პირველ რიგში გეტყვით დაწყებული ჩვეულებრივი პატრული პოლიციელიდან მოსამართლემდე, ეს არის ადამიანი, სამართალმცოდნე, ეს არის კანონების მორჩილი და კანონიერი ძალიან ადამიანი. ადამიანი, რომელიც ემოციებს არ გამოხატავს, ცოტა ცივ ენერგიებშია, ხოლმე როგორც წესი ჰაერისტიკის მეფე, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ქვრივი სტატუსით ან განქორწინებული სტატუსით ეს ადამიანი. ასევე არიან IT-შნიკებიც, მინდა გითხრათ, ძალიან კარგად მოქმედებს ეს კარტი IT წარმომადგენლებზე, კომპიუტერშიკებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება უბრალოდ იყოს ადამიანი შეფ-პოვარიც, ვისაც ცივ იარაღთან შეხებები და მუშაობები აქვს. ასეთი ადამიანია პრინციპში ძალიან კანონიერი და წესიერი ადამიანის ენერგეტიკა ამოსული თქვენ სფეროში, რომელსაც აქვს ასევე პაჟის ენერგიები თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ეს პაჟი და პაჟი თქვენი უფრო ემოციურია, ძალიან დიდი ალბათობით უფრო მეტად ემოციური ფონი მანდილოსნებისთვის არის ეს თქვენთვის უფრო ემოციების მომტანია, მისთვის ერთგვარი მოქმედების წყაროა, რომ იმოქმედოს თქვენთან, რაღაცა შეიძლება ბავშვურათაც რაღაცნაირად მოქმედებდეს ისე, მაგრამ აი ის თავისი სიმკაცრეს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ეს თავისი რაღაცნაირი ის კანონიერება, რომ აი პატიოსნებამ და ზედმეტი არ ვაკადრო და უხეშად არ გამომივიდეს, აი ესეთი ცოტა შებუჭილივით არ ითქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ცდილობს რომ აი არ მოგახვიოთ თავს და არ დაგთრგუნოთ და არ შეგაშინოთ რაღაცნაირად, მაგრამ ბავშვურად ესეთი უფრო ტემპერამენტით არის და ცეცხლებით თქვენთან მიმართებაში, თუმცა რთულ პერიოდში დგას ეს ადამიანი 10-იან ჟეზლით, რაღაცა დიდი პასუხისმგებლობა აქვს, დიდი ტვირთი აქვს, ნახეთ, მოკიდებული, ეს არის მისთვის ერთგვარი ბოლო ეტაპი აი ამ სირთულის გადალახვის და ამას რომ გადალახავს, ალბათ რას იზავს მერე 3000 უფრო მეტად გართობაზე იზრუნებს, უფრო მეტად ემოციურად დახვავებული იქნება თქვენთან მიმართებაში, შეიძლება უფრო მეტად დრო გამონახოს, რომ გაგართოთ, გაგასეირნოთ და რაღაცნაირად დადებით ენერგიებში იყოს 6-იან პენტაკლით აჩვენება, რომ ეს ადამიანი უფრო მეტად ენერგოცლას ჩადებს თქვენთან ურთიერთობაში და საჩუქრები იქნება იქ თუ თავისი ყურადღება იქნება მოკითხვა მიკითხვა და აი ეს ენერგოცლა რაც საჭიროა მამაკაციდან რომ მომდინარეობდეს აი ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ უეჭველი გამოხატავს და იმოქმედებს, ასე ვთქვათ, ფინანსური ჩადებაც, რაც საჭირო იქნება მისი მხრიდან, რაც საჭიროა საერთოდ ყველაფრისთვის მაქსიმალურად ენერგოცლას ჩადებს თავისას, ემოციურ ფონსაც, თავის ჯიბეზე ხელსაც გაიკრავს და ასე შემდეგ. კიდევ რა უნდა რომ ამ კარს გითხრათ? სიახმალი ტუსტასი და მერვე მაღალი არკანი ამოდის ლომი არა ძალა, ეს არის ლომივით ძლიერი ადამიანი, რომელიც ლომსაც კი აყუჩებს, ასე ვთქვათ, სიძლიერე გექნებათ ძალიან კარგი ამ სიყვარულით, ტუსტასი ამოდის, ტუსტასი ემოციებს მოგცემთ, ემოციებს ისევ სიყვარულზეა საუბარი, სულ სხვა ეტაპზე და ლეველზე გადაგიყვანთ ეს ურთიერთობა. აი ამ პრინცთან, ჰაერის